როგორ ხდება ჯარიმისა და საურავის გადახდა? საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდზე 30.03.548 ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში მითითებული თანხის ოდენობითა და სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით. გადამხდელი, დამსაქმებლის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, დანიშნულება, ქვითრის ნომერი, ქვითრის თარიღი. სავალდებულო რეკვიზიტების არასრულყოფილად მითითების ან და განსხვავებული თანხის გადახდის შემთხვევაში ჯარიმა გადახდილად ვერ ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაინტერესებულმა პირმა განცხადებით მიმართოს საპენსიო ფონდს. საურავის თანხის გადახდა, ისევე როგორც საპენსიო შენატანის, უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. ანგარიშის რეკვიზიტები განთავსებულია საპენსიო ფონდის ვებგვერდზე. თუ დამსაქმებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, არ დაფაროს დარიცხულ საურავს ან და არ გადაიხდის დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას, შესაბამისი თანხის ამოღება განხორციელდება კანონით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესით.